დავით სერგეენკომ ზუგდიდში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს. საუნივერსიტეტო კლინიკა 160 ადგილზე იქნება გათვლილი და მშენებლობაზე 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. უახლესი აპარატურით აღჭურვილ კლინიკა საცხოვრებელი კომპლექსიც ექნება, სადაც პაციენტების ახლობლები და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები დარჩებიან. მშენებლობა 2014 წლის დასაწყისში დაიწყება და წელიწად ნახევარში უნდა დასრულდეს. კლინიკა უფასოდ მოემსახურება აფხაზეთიდან გადმოსულ პაციენტებს. კლინიკის აშენების შესახებ საარჩევნო დაპირება ზუგდიდში ირაკლი ალასანიამ საარჩევნო შეხვედრების დროს დასცა. ზუგდიდში იგეგმება სახელმწიფოს მიერ აშენდეს საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც იქნება გათვლილი არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი ძმებისთვის და დებისთვის. ეს არ იქნება მხოლოდ სამკურნალო დაწესებულება, ეს იქნება ასევე მძლავრი სასწავლო დაწესებულება და მასთან ერთად მოიაზრება, რომ იყოს საერთო საცხოვრებელი, სადაც შეიძლება გაჩერდნენ რეზიდენტებს, სტუდენტებს და პაციენტის ახლობლებს. ბატონ მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ 5-ვე ადგილი. რა თქმა უნდა, 5-ვე არის უნიკალური ადგილი, იმიტომ რომ ეს ქალაქის ცენტრია, ასევე აფხაზეთთან ახლოსაც არის. რა თქმა უნდა, ამ თემაზე მუშაობა დაწყებულია. პრიორიტეტის მიხედვით იქნება თუ რომელ ადგილას გაშენდება ეს უფასო საავადმყოფო.